დღეს მთელი დღე ვფიქრობ, წარმოვთქვა თუ არა ის სიტყვები, რომლებსაც ახლა გადავწყვიტე და მაინც წარმოვთქვა. ეს არის მძიმე სიტყვები უნდა ვთქვა. დავაბალანსებ ერთგვარად, მაინც დავაბალანსებ ობიექტურ რეალობასთან მიახლოებული სიტყვები. წარმოსათქმელადაც მძიმე, გასააზრებლადაც მძიმე, დრამატული სიტყვები უნდა ვთქვა. მაგალითად გუშინ ამ სიტყვებზე, ამ აზრზე მე არ მიფიქრია. გუშინ წინ, ან იმის წინ მით უფრო. მაგრამ დღეს ამეკვიატა ერთი აზრი, მას შემდეგ რაც კონკრეტული გვარსახელების დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების, კონკრეტული გვარსახელების ადამიანთა კომენტარები ვნახე და მან ვუყურებდი, ვაფასებდი. მანზე ვფიქრობდი. და ეს სიტყვები არის ამგვარი, რომ ჩემი აზრით ბიზინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კალაძე, სხვები და სხვები მე-20 დღე იქნება ხვალ, რაც შიმშილობს ქალბატონი მზია ამაღლობელი და კი არ კლავენ. კლავენ არის რაღაც პროცესი. მე როგორც ხვდები და ღმერთმაქნას ვწდებოდე. როგორც ჩანს მოკლავენ. მოკლავენ და ამ ფიქრისაკენ მე მიბიძგა ხსენებული პირების და სხვების გაყინულმა სახეებმა და ამგვარმა კომენტარმა. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ აი მზიამ შეწყვიტოს შიმშილობა. მე ჩვენ ვთხოვთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის გადარჩეს მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ იყოს. არა. ისინი ამბობენ შემდეგ რამეს. ჩემთვის საოცარს და ნებისმიერი ადამიანისაგან მოულოდნელს, ვისაც სადმე გაზრდილა, ესე ვიტყვი. მოინანიოსო. აი სინანულიო მზია ამაღლობელსო არა აქვსო და შესაბამისად აღარ აგზელებენ, მაგრამ იგულისხმება, რომ ჩვენო რაღაცა არ ინანიებს, ჩვენო მზად ვართ, რომ ის მოკვდესო, კლავთო. შავი თეთრზე ამბობენ ამას. ამასობაში ჩვენ საზოგადოებაში მაინც არიან მდუმარენი მოქალაქეები, რომლებსაც ეს მზია ამაღლობელის არ აინტერესებს და ამგვარ განცხადებებსაც არ აქცევენ ყურადღებას. დგებიან, წვებიან, ჩვეულებრივი საქმიანობით არიან დაკავებულნი, რითიც იყვნენ დაკავებულნი წლების განმავლობაში თუ თვეების წინ. ჩვენს თვალწინ თამაშდება ერთი ძალიან დიდი ტრაგედია. თამაშდებაც ალბათ არ არის სწორი ზნა. მიმდინარეობს, ხდება ერთი დიდი ტრაგედია. მსახიობ ნინო კასაძესთან ვილაპარაკებ მე დღეს ამ და მაგვარ თემებს. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა თქვენ. ზოგადი კითხვით უნდა დავიწყო და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ზოგადი კითხვით უნდა დავიწყო ამ საზოგადოების ნაწილს, ამ ქვეყანას თუ გნებავთ ესე ვიტყვი. რა სჭირს? რამდენად დაცლილია ის ემპათიაც არასრულად გამოსახავს თუ გამოხატავს იმას, რაც უნდა გქონდეს, ემოციას ადამიანობისაგან რამდენად დაცლილია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. მე სახელდებას არ გთხოვთ, თქვენი კოლეგების თუ ჩემი კოლეგების ადამიანი, მე გთხოვთ ამიხსნათ რა გჭირს. თორსა ადამიანი 21 საუკუნეში ან ხო შუა საუკუნეებში არ ვარ, 21 შეიძლება ჩაგვაკოთ ეს და უძლურნი ვართ მეც თქვენც და 300,000 კაცი რომელიც ქუჩაში. საღამო მშვიდობისა, გამარჯობათ, მადლობა რომ მომიწვიეთ ამაზე სასაუბრო და ძალიან მენიშნა თქვენი ნათქვამი, რომ იმაზე არ ვისაუბროთო, აი სანამ შევიდოდი ეთერში, რომ ეხა პოლიტიკურ კონტექსტზე და საზღვარგარეთზე და გეოპოლიტიკურ ნიუანსებზე იმაზე არ ვილაპარაკებ, ჩემთან გასაგებია.
უფრო ადამიანურ და რაღაცა ჰუმანურ საწყისზე ვისაუბროთ და იმაზე რა ხდება და მართალი გითხრათ, აი რაზე შეიძლება, რაში შეიძლება რომ მე ვიყო აი ისეთი კომპეტენტური, რომ ეხა აი დავჯდე და ვისაუბრო, რომ ვიღაცისთვის იყოს ეს ან მაგალითი, ან ვთქვათ ვიღაცას მოუწოდო, ან დავამუნათო, ან თქვა რა გვჭირს ზოგადად. ჩემ თავზე ვიტყვით მხოლოდ აი ყოველთვის ვცდილობს ჩემ თავზე ვისაუბრო და იცით მე მეჩვენება რომ აი ის გვჭირს რაც კაცობრიობას ემართება, რაც ადამიანს ემართება. ეს გონია რომ ეს მას არ შეეხება. გონია რომ ეს რეჟიმი შორს არის 37 წელი როდესღაც იყო ის რაღაც შორს იყო, აი ეს არის იცით ეს მეც მქონდა რაღაც ესეთი განცდა, იცით, აი არ დაგიმალავთ, ეხლა ვიცი ამას რა მოყვება, როდესაც გულწრფელად ლაპარაკობ, ისეთი მოწყვლადი ხდები, რაღაც სულ რაღაცა ფორმულებით უნდა ილაპარაკო, რომ მაგრამ მე ვეცდები ხა მაინც გულწრფელად თქვა, მეც გადამიტანია ეს რაღაც ეტაპზე, რომ გგონია რომ არა, აი დემოკრატია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანი. აი ჯერ გავაკეთოთ დემოკრატიული საზოგადოება, კანონები, წესები და მერე ეს დაიცავს ადამიანს და თურმე აი მეც ძალიან ვწდებოდი, რომ არ გამოდის ესე, რომ ჯერ შენ ესე იგი შექმნა იდეალური საზოგადოება ადამიანის ხარჯზე და მერე ეს ყველაფერი ადამიანისთვის იყოს. არ გამოდის. ეს დალოდება არ გამოდის. გადადება არ გამოდის. ყველაფერი ერთად კეთდება. აი სირთულეც რაღაცის თქვა გინდათ კი ბატონო. არა, მე დიალოგი მინდა ერთის ხრი მინდა რომ თქვენი მონოლოგი იყოს, მაგრამ მეორე ერთმა თქვენმა აზრმა მიკარნახა და მესვა ეს კითხვა. გაქვთ თუ არა განცდა რომ აი დავაკაკუნე. 37 წელი აღწევთ თქვენ. გაქვთ თუ არა განცდა რომ შეიძლება თუ ყველას არა, იმიტომ რომ 30-იან წლებში თლად ყველას არ მიუკაკუნეს, მაგრამ ბევრს მიუკაკუნეს. მოგვიკაკუნონ. აი მე მაგალითად გეტყვით ჩემს ემოციას გადმოგცემთ. თუ მოხდა ისე რომ ამ ეს წითელი ხაზიც იქნება გადაკვეთი ამ ადამიანი მოკვდება. ხო, შიფშილოს. ხელისუფლება კონკრეტული პირებისათვის რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ეხლა მე არ დავიწყებ ამ პოლიტიკურ მესიჯებს ჩემსას რომ ბანდა თუ რუსული ხელისუფლება გაანებეთ თავი, ხო ადამიანები არიან ორხურა და ერთცხვირა, ხო? მათთვის უკვე ესეც კი ნიველირებული აღარ არსებული იქნება. თუ მით უფრო ხო ზღვარი გადალახ თუ მით უფრო ამ სიტყვის წარმოთქვა ცოტა მერიდება, მაგრამ თუ მით უფრო შერჩათ ხო არა და როგორ არ უნდა შერჩათ არ გამოვა თუ მოკვდა ადამიანი. იცით აი ხო კარგი მიმართულებით წავიდა ხა ეს საუბარი. მე ვიტყოდი რომ მოკაკუნებულია. ოღონდ იმ თვალსაზრისით კი არა რომ ეს უკვე 37 წელი. ჩემ აღქმას ვამბობ. ყოველთვის ვიმეორებ, ეს არის ჩემი აღქმა. მე არა ვარ ჭეშმარიტება ბოლო ინსტანციაში. ეს არის ჩემი ერთი ადამიანის 54 წლის ქალის აღქმა. ესე იგი მე მეჩვენებ რომ ეს უკვე მოკაკუნებულია. მაგრამ ეს არ არის 37 წელი. რა თქმა უნდა ეს ჯერ არ არის 37 წელი და ღმერთმა დაიფაროს რომ აქამდე მივიდა. მაგრამ იცით რა თვალსაზრისით არის მოკაკუნებული? 80% საზოგადოების ხედავს 80 მე არ ვამბობ რომ ეს ყველა ოცნების ამომრჩეველი რომ 80% ასე განიცდის. მე ვამბობ 80% მოსახლეობის ხედავს უსამართლობას, განიცდის უსამართლობას და ვერ გამოხატავს თავის აზრს. აი ყველა სფეროში, ხელოვანი, ბიზნესი, ჩინოვნიკი, ყველა ხედავს რომ უსამართლობა, მაგრამ რატომ ჩერდებიან? თქვენ გონიათ ყველგან ხელფასის და იმის დაკარგვის ის არის. არა, შიშია. შიშია. აი მე მახსოვს როგორ იყო, როდესაც რობერტ სტურუამ რაღაცნაირად აი ლეგალიზება გაუკეთა ამ სიტყვას წინა ხელისუფლების დროს და ეს ასე იყო. ეხლა შეიძლება ამაზეც ისე, მაგრამ ყველაფერზე გახსნილად ვილაპარაკოთ. ხალხი ვერ არქმევდა რაღაცა სახელს და თქვა რომ ეს მე მეჩვენება რომ შიშიაო. აი ერთი სიტყვა თქვა და თითქოს გასკდა ის რაღაცა მაშინ ეს იყო ბევრი წლის წინ რა ვიცი. და მაშინ თითქოს იცით რაღაცა ჩირქის გროვა იყო და გასკდა და შიში იყო და
ახლაც ესეა, ეს მინდა გითხრათ, შიშია, შიში. შიში რომ არ იყოს, უფრო მარტივად გადაწყდებოდა, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდოდა, ყველა სფეროდან და იტყოდა, მაგრამ შიში, აი რა თქმა უნდა, ხა ოპონენტები გვეუბნებიან, რა შიშია, დგეხარ და ყველაფერს ლაპარაკობ და ყველაფერს ახლა იღა გვაკლია, რომ საერთოდ 37 წელს მადლობა უნდა ვთქვა, რომ 37 წელი არ არის. მაგრამ იცით, ის რომ მაგალითად, აი რაღაცა, აი არც ემოთ ახალგაზრდები. ეს ხო ელემენტარულია. ნუ ამტვრევთ ახალგაზრდებს. ეს ხო ელემენტარულია. რაღაცა ნაწილი რეფლექსირებს, გამოდის, ამბობს და ზოგი კულუარებში ამბობს და ვერ აი რატო არ გამოდის? ეშინია. ეს არის შიში. ახლა რისი ეშინია? ეს კიდე სხვა საკითხი. ამაზეც ხო მივალთ? კი. ხო, რისი ეშინია? ეშინიათ ადამიანი. პირველი არის რომ ეშინიათ რაღაცის დაკარგვის, ხო? რაღაც ეს არის საარსებო წყარო თუ ბევრი რამის. საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის ეშინიათ. იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დაგიხსნან, ჩაგარტყან, გაგაკოტრონ, ალბათ ყველაფერი შეიძლება, ტიტუშკა მოგიგზავნონ. კიდე იცით რის ეშინიათ, აი ეს ჩანერგილი შიშები, რომ ადამიანს ეშინია, იმიტომ რომ მას უთხრეს, რომ აი მე თუ არ ვიქნებ, იქნება ომი და ამისაც ეშინია. ეს ერთნაირი ის არის პრესი. ყველანაირი. შენ გეშინია ომის, გეშინია ფიზიკური ჯანმრთელობის, გეშინია და საერთოდ ყველაფრის გეშინია და გირჩენია, რომ თორე ესე რომ არ იყოს, შიში რომ არ იყოს და მართლაც არის შიში. რაც არ უნდა ნაწილმა ილაპარაკოს ტელევიზორში, შიში იმ ნაწილით კი არ განისაზღვრება. შიში განისაზღვრება მეორე ნაწილი რატომ არ გამოდის და არ საუბრობს. არ მეთანხმები. პირველია, გეთანხმები. თორემ 85% იტყოდა, რომ ეს არ შეიძლება. იმიტომ რომ 85% კულუარებში ამაზე საუბრობს, თქვენთანაც ხო ასეა. კი, რა თქმა უნდა. არ ამბობენ ხმამაღლა. კი, სამზარეულოებშიც კი, აი საკუთარ ოჯახებში ან ამბობენ, ხო არ ვიცი, ან ამბობენ, ან არა. ამბობენ, მაგრამ ეს მოგუდულობის განცდა გაჩნდა. აი წინა ხელისუფლება და წინა პერიოდი ახსენეთ, იქ როგორი იყო იცით, როგორ ახსოვს მე, როგორ ეხლა როცა ვაფასებ და მაშინაც ალბათ ესე იყო, ალბათ კი ნამდვილად რომ ცხაერი როგორც ასეთი იყო, შეჭირხვნილი, აი ჟანგბადი თითქოს არ არსებობდა. აქ იმაზე არ არის მარტო ლაპარაკი, რომ მე და თქვენ ან ნებისმიერი სხვა მოქალაქე ტელეფონს ტოვებდა, სადღაც გადიოდა სხვა ოთახში და იქიდე ჩუმად, ხურში ჩურჩურით ლაპარაკობდა. ეს ერთი ამბავია, სწორედ ეს ამბავი დღესაც არის, უკვე იწყება, დაიწყო. არა, უკვე დაწყებული არ იწყება ეს კარგახნის. დაწყებულია, ხო? ხო, და კიდე ისიც რა, ეს ცხაერის ჟანგბადის არ არსებობა, ჟანგბადი ხო მართლა პირდაპირ ეტიმოლოგიის ჟანგბადზე არ ვლაპარაკობ, ან პოლიტიკურ ჟანგბადზე არ ვლაპარაკობ, აქ თავისუფალი სიტყვის გამოთქმის, უშიშრად გამოთქმის, თუ გლებობთ ესე ვიტყვი. შესაძლებლობაზე ვსაუბრობ. და აქაც ეს რეჟიმი ამ ჭირხვის და ჭირხვის ზღუდავს და ზღუდავს. მაგრამ ეხლა ამგვარი კითხვა და მე ვადა ნუ თუ უხეშად 200, 250, 267 თუ 308,000 მოქალაქე, რომელიც უშიშრად არის, განსაკუთრებით ახალგაზრდები. მათ შორის თქვენი პროფესიის წარმომადგენლები, ჩემი პროფესიის, მაგრამ პროფესიასაც არა აქვს მნიშვნელობებით, რომ ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის საერთო პროფესიის, ერთი პროფესიის წარმომადგენლები ვართ. პოეტურად თუ პროზაულად ჟღერში არის კაცები მეთქი, ხო, მოქალაქეები. ჩვენმა მაგალითმა, რომ აგე 64, 65, 66 დღეა ვდგავართ ქუჩაში. შიში არ მოუხსნა სხვებს კია, რატომ? და ისევ უბრუნდები მზია ამაღლებელს. სწორედ იმისთვის, რომ შიში მეტად ჩაიდერგოს მოქალაქეებში, იქნება და ერთი მოქალაქის, 5 მოქალაქის, 52 მოქალაქის, რომელიც ეხლა საპატიმროშია, 53 არის მზია, ხო? ანდრო ჭიჭინაძის თქვენი კოლეგის. და სხვების მარტო მსახიობებს არ ვლაპარაკობ. გადატეხვა უნდა. იმიტომ თქვი, აი ხა, იმიტომ გადაცემის ხა შეი მონოლოგი გამოდის და გიბოდის. რომ უყურეთ, გადაცემის დასაწყისში არა, წინა გადაცემაში თქვით, სადღაც ამბობ, აღარც მახსოვს, რომ იქ გეხსოვებათ თქვენ, სხვება რო არიციან ეს სუდია, მაგრამ ნახეთ რაც ეუბნება ზვიადაურს თემი, რომ რატო არ ნებდებიო? რატო არ უხრიო, გვიხრიო თავსო?
და მე გული ვერ მოკლავდრის ხელმა გული გულად ვერ რჩებოდაო ხო ის არ გაწყდა და გაგიშდნენ ისინი ხო გაგიშდნენ იმიტომ რომ არ ვერ მოკლეს ზვიადაო ეხლა მაინც და მაინც ლიტერატურული ალუზიებზე კი არ ვლაპარაკობ მაინც და მაინც მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ლიტერატურული ალუზიები სინამდვილეში არის ის რასაც ჩვენ წლების მანძილზე გვიდებდნენ გვასწავლიდნენ და გვეუბნებდნენ რომ აი ეს არის მაგალითი ასე არ იყო დადგა აი ყველა თაობა ასე გაიზარდა დადგა ბულოს და ბულოს დრო აი რაზეც მაქვს მე საშინელი პროტესტი დადგა დრო როდესაც ის რასაც ჩვენ თეორიულად გვასწავლდნენ პრაქტიკაში აღვასრულოთ და არაფერი არ კეთდება აი ეს არის ღალატი იგივე ჩვენი წარსულის და ჩვენი მწერლობის და ჩვენი ქართული სულის ეს ის დარჩა მხოლოდ ფურცლებზე და ჩვენ ყველა სად არის ქართული სული და მე იმას დაუბრუნდები ამასაც გავაგზავნებ მაგრამ აი იქ მინდა ერთი აზრი განვაგრძო თქვენ როქვით რომ როგორო საკმარისი არ არისო ის 300,000 კაცის ან შეიძლება ისინი ხო ორჯერ და სამჯერ უნდა გავამრავლოთ იმიტომ რომ შეიძლება ორი კაცი არის ოჯახში და დანარჩენი სახლშია და არა, ეხლა არ გადაატყდა და შიში არ დაითრგუნა. ეხლა რატო? იმიტომ რომ როგორც არასდროს ისე არის ეს პროპაგანდა მუშაობს. აი არანორმალურად. რას უყურებს იქითა? ჩვენი ოპონენტი, ჩვენი მეზობელი, ნათესავი, ახლობელი და ყოველთვის ის დარჩება ჩემთვის ხალხი, ჩემი ხალხი, ყოველთვის ჩემი ახლობელი, ახლობლად დარჩება. შეიძლება დღეს ვერ ვესაუბრო, მაგრამ ეხლა რაღაც საბედისწერო რამე თუ არ მოხდა. აი რას უყურებს ის უყურებს რომ ქუჩაში, ესე იგი, ცემენ, დევნიან, საშინელ კადრებს ურცელებენ, სასამართლო ვერც ერთი ვერ მოიგო. ვერც ერთი სასამართლო ვერ მოიგო, ხო რაღაცა ერთის გარდა რომ გამოუშვეს იქ რაღაცა პატარა ჯარიმით. და რა ინფორმაცია იძებნება ამ ხალხს? აი ხა მაგალითად დღეს დადეს ვიდეო სადაც არის აი ეს თქვენი მსახიობები და ეს და გააკეთეს პატარა კომპილაცია სხვადასხვა ფილმებიდან აი ეს გარყვნილი თქვენი მსახიობები და არიან ჩვენი კოლეგები ერთსქესიანი ასეთის და აი ეს დაბუსტული ანუ მთელი ძალით ხდება გაშავება გათახსირება აი როგორ დაითრგუნოს შიში როდესაც აი წარმოუდგენელი კამპანიებია ყველას მიმართ. ხელოვანი ამოიღებს ხალხს, ხელოვანი ეს რა ხელოვანია, ეს არის ვიღაცა მარგინალი, ავანტყოფი ამ ხალხის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას, ყველას ნაცი ეძახიან, ვისაც საკუთარი აზრი. ესე იგი, შიში როგორ უნდა დაითრგუნოს? ერთი ავტორიტეტი, ერთი მითხარით, ვინც თავისი საპროტესტო ხმა ამოიღო და ვის არ გადაუარეს და ვიზე არ თქვეს, რომ ეს არის გაყნელი, სხედან ეთერებში და პირდაპირ სახელები და გვარებით. მე აი აქედან ჩვენი მხრიდან, აი ხედავთ რა და თან ჩვენი მხარე, იმათი მხარე, აი ეს გააკეთეს, რომ აი ეს წარმოუდგენელი დაპირისპირება, ადამიანს რომ უნდოდეს გადმოსვლა აი მე იყო ხალხი რომელსაც უნდოდა რა ვთქვათ მარშზე წამოსვლა და რაღაც მაგრამ უკვე ეშინია რომ იქიდან რა იქნება აქედან რა იქნება ესე იგი წარმოუდგენელი წნეხი აი წარმოუდგენელი და ეს გაყვეს დაასახიშრეს ორი მათ გაყვეს რომ თქვენები ჩვენები და სხედან ეთერებში და სახელდებით როგორ გულანძღავენ ჩვენ რეჟისორებს, მსახიობებს, მხატვრებს, ხო ხართ ამის არც გავიმეორებ. მე მხოლოდ ერთხელ მოვისმინე აი აქ აი პროტესტი რო აქვს ადამიანს იმის მხრიდან დაასახელა ორი გვარი. მხოლოდ ერთხელ მოვისმინე და რაღაცნაირად ვთვლი რომ არ შეიძლება ახლა მაინც უნდა ის ჩვენ სხვა ისა გვაქვს ღირებულებები და ჩვენ სხვა სიმტკიცე, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს. აი ეს სახელობით, აი მაგალითად ეს სამი კაცი ზის და ეს იგი თავარი საქმე არის ღლიცინი, დაცინვა, ქილიკი, ადამიანების გაშავება, დაცინვა, ის რაც ყველაზე მეტად მე მაგალითად მაგიჟებს და რაც მიმაჩნია რომ ამის დანერგვა, აი ესე დაუფარავად სხედან და ადამიანები დასცინიან, აქილიკებენ და მიწასთან ასწორებენ ადამიანებს. ეხლა ამას რო უყურებს ვიღაცა ვინც არ არის არც ხელოვანი, არც ის არის მუშაობს სადღაც შეიძლება იმაში რაღაც რეგიონში, სოფელში სადღაც ფიქრობს რომ შიში აქვს, ხო შიში აქვს, იმიტომ რომ იქით ამ მხარეს მონსტრები არიან.
ჩვენ ვართ მონსტრები. აი ეს ყველაზე დიდი რა დაიძლია, არაფერი არ დაიძლია. პირიქით, ადამიანს ეშინია იქით მხარეს. სულ ყველას ვენდობ, მოდით რუსთავი და ნახეთ, აბა რა გადამწვარი, მაგრამ ადამიანს ეშინია იქ მოსვლის. ეშინია. აი ეს პროპაგანდა, ეს აქცია რაღაცა, აი ფლობეროს მარგინალ, მაგრამ არ გამოვა, ესე არ გამოვა, იცით, არ გამოვა. კანტონინო, აი ხა ამონათ და ჩვენთან ასეთი სლოგანი მოვიფიქრეთ, ხო, სახელდახელოდ მოვიფიქრეთ. შეცდომა დაგვიშვია ყველას. დავბედავ და ვიტყვი, ნუ მოკლედ ესე ვიტყვი, თქვენ ნაკლებად მე მეტად. კი ბოდი შევცხადე ალბათ თქვენც. მაგრამ რაღაც წითელი ხაზები და ჩვენ არ გადაგვილახავს. ადამიანობის ურთიერთობის რაღაც ცხოვრებისეული წითელი ხაზი. არც ქვეყნის მიმართ, არც ადამიანების მიმართ, არც მოქალაქეების მიმართ, არც საქმის მიმართ, არაფრის მიმართ. მაგრამ ხო არსებობს ეს წითელ ხაზს გადალახულთა სახელების და გვარების გარეშე ცხადია. მთელი ჯგუფი, დაშინებულების, არდაშინებულების ნაკლებად უფრო ზუსტი რო ვიყო. ვინც ამ ყველაფერში ჩადის. რა აღარ უკაცრავად ესე მოსულა ამ ლიტერატურულ სნას ვიხმარ, რა აღარ შეიძლება უკვე აღარ უნდა გადალახოთ ადამიანები. იმიტომ რომ მე Facebook-ზე მაგალითად წავიკითხე ამგვარი რაღაცა, რომ იცი რა არის? თუ ეს გზა აირჩიეს ანდრო ჯეჯინაძემ და სხვებმა, თუ ეს გზა აირჩია მზია ამაღლებელმა, ან თუ ის გზა აირჩია 300,000 კაცმა, დე ჩაძაღლებულად. ეს უკვე აღარ მოსულა. შეიძლება ოპონირება გამიწიო, მე რაღაც საკითხთან დაკავშირებით თქვენ მე ვიჩხუბოთ, ვიჩხუბოთ კიდეც. მაგრამ მოკვდი პირდაპირ თვირიბად ნათქვამი, ხო? ეს უკვე სცდება ყველა. ის იმგვარ რაღაცაში გადადის, რაც ჩვენ მე მგონი არ გქონია და შეიძლება გქონდა კიდეც და მე არ ვიცი. ჩვენ ეს არ უნდა გქონდეს. აი მე ესე ვიტყოდი, გქონდა არ გქონდა არ ვიცი, მაგრამ მომავალში ჩვენ ეს არ უნდა გქონდეს. ეს არის აი რა ვიცი, ბოლოს ზღვარი, როგორც თქვენ თქვით, აი მაგალითად მზიას ამბავი. მე მგონია რომ ყველა უნდა გავაკეთოთ რაღაც, რომ ეს აქამდე არ მივიდეს მზია ამაღლობელი საკითხი, იმიტომ რომ აი აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს ხაზი თუ გადაიკვეთა, ღმერთმა არც მინდა ამის წარმოდგენა, რომ რაღაცა მოხდეს. მორჩა. ეს ის ზღვარი, აი ხო იცით, აი რო ვერღარ დაბრუნდები, ეს იმას გადალახავს ხელისუფლებაც და ჩვენც და იცით რა, პასუხისმგებლობა ორივე მხარის იქნება. ეს არ იქნება მხოლოდ ხელისუფლებას. მაგრამ მე უძალო ვარ თქვენ და მე, ვინც ყვირით მზია ამაღლობელის განთავისუფლებას მოვითხოვთ რეჟიმთან ან ძალა ვისაც აქვთ, მათთან უძალონი ვართ. ჩვენ რაღა უნდა ვქნათ, თუმცა ეხლა მე არ დავასახერებ ცხადია, მაგრამ ვიღაცას რო ნერვა უთხრუნოს, თუ მზია მართლა მოკვდა ჯვარწერია. არ გვინდა ამაზე საუბარი, იმ დაშვებაზე მაპატიეთ არ შემიძლია წარმოვიდგინო და არც მინდა. არა, დაშვება ნიშნავს მე რო წარმოვიდგინო და დაუშვეს ეს კონკრეტულობა. ეს მე არ შემიძლია, არ ეს ერთი წუთი არ უშვებ ამას. ერთი წუთი არ უშვებ და არც იმას არ უშვებ, რაც შემდეგი თქვით ნერვები რო არავინ არ უმტყუნოს, ვინმეს რომ უმტყუნოსო. ჩვენ ვართ ისეთ საბედისწერო მომენტში, რომ ნერვებმა არავის არ უნდა უმტყუნოს. ეხლა ჩვენ თავი უნდა მაგრამ მოვთოგოთ რა დროს ჩვენი ნერვების ის არის გვიმტყუნა არ გვიმტყუნა. ჩვენ ეხლა რაღაცა წარმოუდგენელ, თუ ჩვენ წარმოუდგენთ რომ ჩვენი ზე ამოცანა როგორც თეატრში არის ქვეყანა როგორც შვილი, როდესაც ჩვენ შვილი გადაყავს, ხანძრიდან გამოყავს, ტუბერზე გადაყავს, შვილი რომელიც უნდა გადაარჩინო რეანიმაციაში და დედა არ გამოდის იქიდან და მამა, შვილი რომლისთვისაც შენ აი ყველაზე ძვირფასი რაც შეიძლება იყოს, ხო? აი თუ ქვეყანას მიუდგებით როგორც შვილს, მაშინ ჩვენ გავიგებთ რომ ჩვენი ემოციები არაფერს არ ნიშნავს. არაფერი არ არის საჭირო. ჩვენ ახლა ძალიან კონცენტრირებულად უნდა ვიფიქროთ რა ფორმა მოვძებნოთ, როგორ უნდა ველაპარაკოთ თუნდაც ხელისუფლებას, რომ გავაგებინოთ, რომ ეს საბედისწერო ზღვარი, ამის გადალახვა ჩვენთვის, მათთვის ერთად უბსკროლში გადაგვაგდებს და მე რა რომ მათ ეს ახლა არ ესმით. ჩვენ ხო ეს ხშირად დავინახეთ
ერთი იყო მწვალებელი, მეორე მსხვერპლი, შეიცვალა სიტუაცია და მე გაცვალეს ადგილები და მწვალებელი იძახის, რა არის კაცო ეს რა უბედურება, ასე შეიძლება. ჩვენ ეს ხო ვნახეთ არაერთხელ და არა ორჯერ. პატარა ქვეყანაა და მორიგეობით ხან ერთია მწვალებელი და მეორე მსხვერპლი და ხან ეს არის, მაგრამ ერთი რამეა მე დასაწყისშიც რო ვახსენე წინა ხელისუფლება, იცით აიქ ბევრი რამე გარკვეული იყო. ის რაზეც დღეს ჩვენ ნელ-ნელა უარს გვეუბნებიან პარტნიორობას, მონაწილეობას, ევროკავშირის სულ მაშინ დაწყებული და მიღებული საქმეებია. მაშინ გარკვეული იყო ვექტორი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. და იქ იყო ერთნიშნა და იქ იყო რაღაც პრობლემების სისტემური ძალიან რთული, მაგრამ ვექტორი იყო და დღეს კიდე ახლა ცოტა გადავხტები, ხო, ჩვენ ხო არა ვართ ესა, რა ქვია, მე კი ვთქვი, რომ ეს გეოპოლიტიკა, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა რო უყურებ, რომ სირიაში რა მოხდა, აგერ მოლდოვაში როგორ, რუმინეთში როგორ, აგერ ეხლა ეს ფიცო გაიქცა ტაილანდში, აგერ სერბებმაც როგორ გააკეთეს, სომხებმა რანაირად უცებ რართული მდგომარეობა ჰქონდათ, რა ვიცი როგორც მოусმენ 90% მრეწველობა რუსების ხელში ყოფილა, აგერ ამ ხელა ტერიტორია დაკარგეს და ისინიც ჩვენ გავაუქმეთ გაგვიუქმდა სტრატეგიული დეკემბერში ხო ამერიკასთან და იანვარში იმათთან მოეწერა. ეხლა გეზიტანი და როგორ მარტო ჩვენ გვეშინია ომის? ამ ყველასთვის არ არის ისა იგივე მდგომარეობა რუსეთი იმათვის სხვა რუსეთი ჩვენთვის ეს რუსეთი რანაირად აი რაც მეტი დრო გადის აი იმ ხალხს მინდა უთხრა რომ ყველა ხო აქედან იწყებს რომ უმძიმესი სტრატეგია გეოპოლიტიკური ხო უმძიმესი გეოპოლიტიკური მაგრამ ცოტა ეს ცოტა რაღაცა არ ხო შეუსაბამობაა რომ კი ბატონო მესმის ყველაფერი უკრაინა ყველასთვის საშინებელი აგერ ბალტიის ქვეყნები როგორ ემზადებიან პოლონეთი როგორ ემზადება ხო ისინი ხვდებიან ეს რა თუ შეასვენე რუსეთი მე რა იქნება მაგრამ ამავე დროს როგორ ის ხდება იქ გამოეცალა აქ გამოეცალა ის რა არის ესეთი რუსეთის რა თქმა უნდა დააკნინო საფრთხე მაგრამ ასეთი რომ ასე შიშისგან პარალიზებული და არა თან როგორ არის ელტონინო ნახეთ 10 წუთის წინ ვაჟავახ შიში ვერ იხსნის სიკვდილსა თუ ის არის ესი რა არის ამ შიში ომს კარგი თუ გდებათ აღარ ვახსენებ ამ სიტყვას მაგრამ ომს ვერ საცდები პირიქით შესაძლოა პირიქითაც კი მოხდეს იმიტომ რომ სულ მსხვერპლს დაინახავს თუ არა ხსენებული რუსეთი ისიერად ჩაყლაპავს ეხლა ჩვენ პოლიტიკაზე კი არ ვსაუბრობთ მაგრამ ამაზე ხო არა ამაზე რა დიასახლისის დონეზე მინდა ხო მეც დიასახლისის დონეზე მე მინდა რომ როგორც დიასახლისი და არავითარ შემთხვევაში არ მე მინდა ცოტა მეტი შეიძლება ეხლა დიასახლისი შეიძლება საკმაოდ ისა მე მაგალითად ბევრ ამას უსმენ და ისა ხო ატყობთ რომ თლად ისე არ არის მაგრამ აი დიასახლისის დონეზე მინდა თქვა რომ აბა როგორ გამოდის რომ შენ მეზობელს არ ეშინია იქით ცოტა შორს არ ეშინია აქეთ ცოტა შორს არ ეშინია რანაირად ის ესე იგი დასუსტდა ესე იგი მომენტუმია ესე იგი რაღაც ესე იგი ნებაა საჭირო აი ცოტა ამაზე ეხლა თუ ვაჟაზეა და თუ ლიტერატურაზე და პოეზიაზეა მაშინ მოდით ჩვენი ხალხური ის გავიხსენოთ ხო პოემა რომ ყველაფერს ეხლა უცებ გადავხდები ყველაფერს გადავხაზოთ და ვთქვათ წავიდე მეც იქ მივიდეო ხა იქნებ ვერხვის დედაი ჩემზე მწარე და ტირისა ეხლა ეს რაღაცები ეს იგი ხალხური ხო წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ უთხრა ჭირისა ხო როგორ არის მე მგონი ესეა იქნება ვერხვის დედაი ჩემზე მწარე და ტირისა ეს მინდა ეხლა იმათ დიდი იმითი მე სინამდვილეში დიდი როგორ გითხრათ ეხლა შეიძლება პატივისცემა არ დამიჯეროთ მაგრამ რაღაც აი თანალმობით და სიყვარულით ვამბობ იქ მხარის მიმართ ჩვენ თუ ეხლა ეს არ გავაცოცხლეთ აი ეს აი ყველა ეს მარგალიტები და რაც ჩვენ აი ეს ჩადებული იყო ეს ჩვენ მოგვიწევს ისტორიაზე უარის თქმა და ქართველობაზე იმიტომ ქართველობა სინამდვილეში არის ეს რომ ექსტრემალურ სიტუაციაში შენ ყველაფერი გახსენდება რაც სადღეგრძო ეს ამდენი სადღეგრძელო ქართველებს გაუმარჯო ჩვენ წინაპრებს გაუმარჯო და ეს ხო ამაში დევს არა ეს ხო ამაში ესე იგი
შენ დღეს შენ გაგშენი პოზიცია მაგრამ ერთი უბრალოდ გამოდით და ნახეთ იქ რუსთაველზე ვინ დგას აი მარტო ამას ერთხელ გამოდით და ნახეთ იმიტომ რომ აი ჩვენ ხო ყველა ველოდებოდით რომ როდის დაიბადება ის ბავშვები ის თაობა როდის მოვლენ ჩვენაირი ნინო ერთი რამე უნდა თქვა ბოდიში ვაწკაცვედინებ მეც მიჩვავს ეს რასაც ეხა თქვენ ამბობთ ბედნიერება ერთხელაც ვიყავი და ალბათ 18 ჯერაც ამ 66 დღის განმავლობაში ხო მეტჯერაც შესაძლოა და ერთხელ ვინც ერთხელ მაინც არ არის ნამყოფი ერთად ერთხელ ერთი საათით ერთხელ არ არის ნამყოფი და ეს სინერგია ემოცია ანთებული თვალები რაღაც ახალგაზრდების მოძრაობა პატარების გუში წამოვედით ტელევიზიიდან ბარაზის ხევზე ბეზნებს ავჩოჩდი და ისინი უკვე რუსთაველის მეტროსთან იყვნენ ხო შემართულები და მე ამას დავარქვი ამის დამეთანხმებით თუ არა ჩვენ ხო რაღაც ერთი ნაწილი საზოგადოების ამბობს რომ ჩვენ ვართ ლიბერალები და მეორე ნაწილი ამბობს რომ ვართ კონსერვატორები რაღაც ეს ბავშვები სონახით ადრე ოღონდ აი ივნისის აქციებზე რუსულკანონთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე რომ შეიკრიბდნენ რაღაც ფიცი დადეს თუ გახსოვთ ცნობილი კადრია როგორ არა იქ ვიყავი და მე ამათ დავარქვი ამათ მარტო ახალგაზრდებს კი არა ამ ჩვენს მოძრაობას ლიბერალ კონსერვატორთა ან კონსერვატორ ლიბერალთა მოძრაობა იმიტომ რომ ერთის ხრივ ეს თამას გინტური რო იყო ეს სურათ ხატი ერთ-ერთი ხო აი რომ შეანგრია და მე იქ შეუკურთხებს ხოლმე შეუკურთხავს კიდეც ხო რუსებს მაგრამ მე ხო იმ სიტყვას არ გავიმეორებ მაგრამ ის არის და აი ამ თამას გინტურმა ანთო მათ შორის ყველაზე უფრო ლიბერალიზმისკენ წასული ახალგაზრდა მემარცხენეები ესე კლასიკური გაგების რო ვილაპარაკოთ ხო რომლებიც რაღაც სოციალისტურ იდეებს გაგიჟდნენ იმიტომ რომ ვერა კოსტავა გაახსენდა თუცე რაღაც კაკუსა ჩოლოყაშვილი ვიღა და მეორე ხრი ლაპარაკობენ უკიდურესად მემარცხენე და ეს არის რაღაც სინთეზი აი ამ ორი მიმართულებისა ალბათ სწორედ ვამბობ არ ვიცი ხო აი როგორ გეთანხმებით აი ხო და ამ თქვენი აი სიტყვებით ერთია რასაც ამბობთ მაგრამ ემოციით რასაც ამბობთ ის კიდევ უფრო ის არის შტამპეჭდავი და ანუ ის აძლიერებს თქვენ სიტყვებს და აი რა როგორ გითხრათ ერთხელ მოდით აი აჯობეთ თქვენ თავს აი უბრალოდ აი იმისთვის რომ რაზეც საუბრობ იცოდე იმედიდან და უშუალოდ სხვა არხებიდან თქვათ კი არა არამედ აი შენ თვითონ რო იცოდე რაშია საქმე აი თქვენ ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სინამდვილეში ხო ამან დაგღუპა რომ ყოველთვის ჩვენ ვაპელირებდით იმან მითხრა რომ ასე რაღაცა მოხდა და ეს იყო ხო საბჭოთა ეს თვითონ ვის რა ქონდა ნანახი მაგრამ აი ეს ამან თქვა იმან თქვა ბაბუამ თქვა ამით თქვა ის თქვა და ეხლა არის საშუალება მოდი და ნახე გადაწვეს რუსთაველი და მე სულ ვეუბნები ან ისე რომ არა რუსთაველი ისეთივე მშვენიერი და დიადია როგორც მოდით და ნახეთ როგორ წაიშალა სოციალური ზღვარი ნახეთ როგორ აღარ არსებობს უბანი ნახეთ როგორ უკიდურესი სადღაც ლუტკინიდან და რაღაცა იმიდან სოლოლაკიდან და ვაკევერა და ეს ახალგაზრდები როგორ არიან ერთმანეთში თაობებს შორის როგორ ეს ხილჩატკიობა როგორ აღარ არსებობს ხუბე რომ არ მომხდარა შიგნით ამდენი ხალხი დგას და ერთი კონფლიქტი და ის არ გაინტერესებს როგორ შეიძლება მე იმ თაობას ვეკუთვნი 10 კაცი რო შეიკრებებოდა ჩხუბით მთავრდებოდა ქორწილი არ მახსოვს რო ჩხუბით თქვით თქვენ ესე თქვენ შეიძლება ჩემზე უმცროსი ხომ არ ახართ მე 54 წლის ვარ ერთი ასაკისა ვარ ერთი ასაკისა ასე არ არის ესე არ არის აბა გაიხსენეთ რა იყო სპეციალური შემაკავებლები რო ყავდათ ქორწილში რო უცებ გაეს კვანჭად ყველა ქორწილით ყველა შეკრება ყველა ფერი ჩხუბით მთავრდებოდა და ეს ახალგაზრდები დგანან რაღაცა საერთო იდეა აქვს ანუ რის თქმა უნდა რომ როგორც იქნა მოვიდა ეს ხალხი და ამ ხალხის ამ ახალგაზრდების კარგი ჩვენ ჯანდაფას მაგრამ ამ ახალგაზრდების ლაფში ამოსვრას არ მივცემ მე არავის არ მივცემ ამის უფლებას და კიდე იცით რა ღმერთი არ გაპატიებთ ამას ეს არის ყველაზე ძვირფასი რაც ჩვენ გქონდა აი ყველაზე აი კიდე რუსთაველის გამდის რა ახასიათებს იცით კალოდონინო უგასწრაფად რუსულისთვის
ჩვენი თაობისთვის მახასიათებელია ეს რაღაც ხანდახანო წაგრძდება ხოლმე ეს გლადი ეგრეთ წოდებ გამოხედვა შეხედვა აი ყველა უბანსა თუ ყველა მიკროუბანში ყველა ჯგუფში თუ უფრო მიკრო ჯგუფში იყო სულ მუდმივად ესეთი ემოციური გზავნილები სწორედ გამოხედვაც შეიძლება არ არის ზუსტი თარგმანიც გლადებით თუ სწორი სიტყვა და იქ ადამიანები დადიან სულ ერთმანეთის თანალმობისა და სიყვარულის გამოყპატივისების დადასტურებით უმცროსი უფროსი უმცროს ეუნება რომ გიბოდიშებთ გამატარეთ რა თუ არ შეწუხდებით გლინტვეინი აი ამ კუთხეში იყიდება მომზადეთ თუ გნებავთ მე დაგპატიშებთ ხო აი ესეთი ეხლა მოდი ცოტა სხვა რამეც ვთქვათ ეს არის არაჩვეულებრივი მხარე მაგრამ ასევე არის რაღაცნაირი ახალგაზრდობას რო შეჩვევია იქ ცოტა არის რაღაც ესეთი სკაბრეზიც ისმის ზოგჯერ რაღაცა აი ვთქვათ რაღაცას რომ აიტაცებენ და აიტყვიან რომ რაღაცის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი არის განა არ არის რომ ჩვენ ვართ ესეთები აი პირდაპირ სუნი და შეგვიბერო და პირდაპირ რაღაც არა ესე არ არის ბევრი რა იქ არიან ადამიანები ადამიანობა ეს კაბრეზის ადამიანობა აი ხო და აი ეგ მინდა ვთქვა რომ ესე კი ნუ დავხატავთ ხო იცით როგორ ვრცელდება რომ აი შეხედეთ YouTube-ში დევს ან მე Facebook-ზე რომ ნახეთ იქ როგორ იგინებიან ბიჭები გოგოები ასეა არის ესეც არის ისიც არის მაგრამ ესეც მინდა გითხრათ რომ ეს არის რაღაცა ნაწილი შენ როდესაც ნაწილი ამ პროცესის როდესაც ადამიანს არაფერს აღარ უტოვებ არანაირად ყველა დგომისთვის გადაკეტვაზე აღარ არის მე ვესწრები ვერ გეტყვით რომ ყველას მაგრამ მე ვესწრები ვცდილობ რომ დავესწრო ჩემი მეგობრების პროცესებს და იქ აი ეს ამ პროცესს როგორ აცუდია რომ ამ პროცესებს არ აშუქებენ აი რომ ნახონ როგორ არაფრის გულისთვის ადამიანს ჯარი ამას უწერენ და როდესაც შენ არ შეგიძლია თავი არც სასამართლოში დაიცვა, არც პოლიციის წინაშე დაიცვა, როდესაც შენ ვერ შენ ხმას იცავ არჩევნებით, ვერ შენ სიმართლეს, ვერ შენ მეგობარს, ვერ შენ თავს, ვერ შენ ღირსებას, ვერაფერს ვერ იცავ, შენ გრჩება ძალიან ესეთი ვიწრო მერე ლაბირინთი და ეს იქ არის გინებაც, იქ არის მერე სიტყვაც, იქ არის სკაბრეზიც, იქ არის ეს არის გამოხატულების, აი არ შეიძლება მარტო ეს დაუტოვო. არ შეიძლება ეს სპეციალურად ხდება რომ ისეთ მოლიპულზე გაიყვანო საზოგადოება რომ მე მართლა თქვენი თქმის არ იყოს ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს ეს მეორე საკითხია რომ ჩვენ როგორც აი ერთი მოთხრობა იყო აკა მორჩილაძის ვერაფრით ვერ ვიხსენებ აი ერთი მადათობია მეორეში იყო კიდე გადაფრენაში კი არა სადღაც კიდე ესე ყავდა ესე გამოყვანილი ყავს 20-იან წლებში გასაბჭოების პერიოდში შეფიცული მსახიობების რაღაცა ორდენი მე ეს რო წავიკითხე გავგიჟდი მაშინ ეს რომლებიც მოძრაობენ რაღაცა ესე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ამას ძალიან არტისტულად აკეთებენ და ცოტა მისტიურად ქრებიან იქ ჩდებიან ხან რაღაცა გადაცმული და აი მაშინ ვიფიქრე რომ ღმერთო ეს რა საოცარი დევიდ ლინჩის სეული და კიდე რაღაცა ცოტა ესეთი უცნაური ქართველი მსახიობებია ესეთი და თორმე გავიდათ რომ და განსხეულდა გასეცქდა თუ განსხეულდა ხო უცებ ის რასაც მე ფიქრობდი აი ეს მსახიობები ჩდება რაღაცას იგონები რაღაცას აკეთებენ და არიან მოუხელთებლები და გაჩნდნენ ესეთი და გაჩნდა ესეთი კიდევ კარგი რომ ჩვენში ეს ნიჭია თორე რასაც ახლა ჩვენ ხელისუფლება გვიკეთებს შევყევართ ჩვენ ისეთ ლაბირინთში რომ ჩვენ დაგვიტოვონ მარტო აი ნერვები რომ უმტყუნებს ისეთი სივრცე მაგრამ ჩვენ ნერვები არ უნდა გვემტყუნოს ჩვენ ვარ ძალიან ნიჭიერი კრეატიული ერი ცოტა ვერა ვართ თან და აი ეს უნდა ამოხედ ხო ეს ჩვენი ვერ ყოფნა ეს არის ჩვენი საუკეთესო მხარე არა აი ცოტა რომ ვერა ვარ უკრაინელები მეკითხებიან ხოლმე ხა რუსულად არ ვიტყვი და ქართულად ვიტყვი რომ ბატონო ირაკლი ხანდახან ვერთვები ხოლმე უკრაინელებს და მეკითხებიან რომ აი რა გამოვა თქვენი რევოლუციიდან თუ რაღაც პროცესებიდან 2014 წლის უკრაინის მოვლენებს დაემსგავსება თუ 2020 წლის ბელარუსის მოვლენებს და ხა 2014-ზე რა გითხრათ მეთქი მაგრამ 2020 წელზე 20 წლის ბელარუსის მოვლენებს ვერ დაემსგავსება მეთქი მე ვიწყებ რაღაც ჩვენ სხვა კულტურა გვაქვს ისტორია რაღაცა პროტესტის ისტორია რაღაცა და მე ვეუბნები ხოლმე უკრაინელებს ქართულად არ ისევ იმიტომ ცოტა ვერა ვართ მეთქი
იმიტომ რომ ვერა ვარ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ეს კანონმორჩილი, ამ შემთხვევაში ეს კარგიც არის. ორდინალურ ვითარებაში კანონმორჩილობა კარგია, იმიტომ რომ ყველაფერი დალაგებულია, დავარცხილია და შენ არა, ამავე დროს ჩვენი ვერ ყოფნა კანონმორჩილებას არ ეწინააღმდეგება. ჩვენ შეგვიძლია უაღრესად კანონმორჩილები იყო, ცოტა ვერა ვართ. ერთ რაღაცას გიტყვით, აი მაგალითად არ ვიტყვი რა რეგიონში, იმიტომ რომ არ მინდა გავყიდო. ესა როდგანან ერთად პოლიცია და ისე და მე რომ სახლში ერთად მიყავს პოლიციელს მანქანით მომიტინგე. ხო, ანუ ერთად ვერა ვართ ის პოლიციელს. მე წამოვლენ იმას ერთად მაყურებელს რომელიც ჩვენ გვეჩხუბება ეს ვერა ვართ უნდა ჩასვას იმ მაყურებელმა ბჭყალებში, იმიტომ რომ ამით ვართ რეალურად, ხო ამ ეს ჩვენი მახასიათებელი. დილად თურმე ერთად მოდიან, რომ შორს ცხოვრობენ და მიჯიყვან პარეკან. მე ეს მიდის სამუშაოზე, მე ეს აპროტესტებს გიჟივით, ის იმას და მე ეს რომ მორჩება ეს ყველაფერი ისე გაჩვენდეს და მიდიან ისე არა ვერა მე რაღაცნაირად ესეთი საქართველო. არა ვერა ვართ, მე როცა ვერა ვართ თუ ვარ თუ როგორც არის ბელარუსებს სარვაყენებს ხადი ხა არ ვაკრინებ არავის, მაგრამ ისინი იმათ როეუბნებიათ რომ შედით სახლში ხო და ეხა დაიშალეთ და აქ მე ერთი კადრი მახსენდება სურათ ხატები, იმდენი სურათ ხატი გაჩნდა ქალბატონინო, იმდენი სურათ ხატი ვიღაცა გაიქცა და ამ ეკრანზე აიტანა დროშა ვიღაცა მანამდე აიტანა გორგასლის ძეგლზე ვიღაცამ ისეკვა ვიღან ანა მალაშხია რა სურათ ხატი არ გაჩნდა, მაგრამ ერთ-ერთი გაჩნდა ესეთი თუ გახსოვთ კადრია ამ სპეცნაზის ფარებით ესე წინ და ახალგაზრდა გოგო ესე პირდაპირ ანუ არც ერთმა მაკაცს მეთქი ეს ვიტყვი ეს თამამე არ ეყოფა მიდის და შეაბოტებს ამ გადაგშევა ხო აი ძალიან კადრი ისტორიული კადრის თვალსა ის ერთ-ერთი თვალ საჩინო კადრია რა მე ერთი რომელი კადრი დაგამახსოვრდით მე იცით რომელი გამახსენე TikTok-ს რო იღებს გოგო და პოლიციული რაღაცა შეუშლის ხოლმე და მოიცა კაცო რა დროს იგარი TikTok-ს იღებს ხო და TikTok-ს იღებო ეს რაღაცნაირ და ბელორუსზე მინდა უბრალოდ ჩემი პატარა დაკვირვებით ის თქვა მე ვარ ნამყოფი და მინსკში გასტროლებით და იცით რა ეგ ხო რა ვიცი ხა თქვენ არ გესწავლებათ და უბრალოდ მაყურებელს მინდა უთხრა რომ ეს ხო წარმოუდგენლად ტრამვირებული ერია. აი თუ შეგიძლია წარმოიდგინოს ახლა მაყურებელს მივმართავ ის იგი როდესაც ნაცისტები შემოვიდნენ ეს ხო ბელორუსი უკრაინიდან მოხდა და ბელორუსიაში მოხდა აბსოლუტურად ყველაფრის განადგურება. აბსოლუტურად ყველა მათი ძეგლი, ყველანაირი, ყველა მუზეუმი, ყველაფერი განადგურდა და მაგათ დაიწყეს თავიდან აი ძიება, აი თავისი, აი ეთნოგრაფიული მუზეუმი არ ქონდათ. არაფერი არ, აი ღმერთმა დაიფაროს ერთი წუთი წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს შემოვიდნენ და არაფერი არ დატოვონ, არც ერთი ეკლესია, არც ერთი მუზეუმი, ჩვენი ოქროს ფონდი, ყველაფერი რო გაანადგურონ და არტეფაქტი არ დაგიტოვონ არანაირი. აი ეს მოხდა მაშინ ბელორუსიაში და იმათ ყავთ საოცარი ინტელიგენცია, სხვათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ბელარუსის ხო თეთრი რუსეთიო ასე თვითონ გიძახდნენ, მაგრამ მოკლედ არა და ეს ხალხი გვიყვებოდა ჩვენ მე როგორ მისხალ ნაბიჯ დაიწყეს ამის აღდგენა და რაღაცამდე მიიყვანეს ძალიან ტრამვირებული ხალხია მათთვის ამიტომ მე მესმის იქ ეს ლუკაშენკო და ამდენ წლიანი ისა მე მესმის ეს შიში კიდე რაღაცის ეს იცით რა ჩვენ უნდა დავინახოთ წარსულით ყველაფერი დღევანდელი დღით თუ შევხედავთ ჩვენ სურათს ვერ დავინახავთ და მე ბელორუსები ძალიან მომწონს რაღაცა საოცარი ხალხია და იქ რო ვიყავით ის მაგრამ ეს ძალიან ტრამვირებული და დიდი ის არის ხო ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა ბოლო კითხვა მაქვს რა თუ მომცემთ უფლებას ამგვარი კითხვა მაქვს კვირის განმავლობაში უფრო ხშირად თქვენ ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის მოქალაქეს გაქვთ უფრო პესიმისტური თუ უფრო ოპტიმისტური გაწყვეტილება მე გეტყვით ჩემსას მე ესე ასეა რომ კენტი დღეა კვირის განმავლობაში აქედან გამომდინარე ფლად თანაბარი ანგარიშით ვერ ხო არ გამოდის მაგრამ ბოლო პერიოდია მე უფრო გავოპტიმისტდი თუ
სწორი სიტყვა. ხო და აი თქვენ მე როგორ ამაკ? საქანელას ამდარი ხან ზემოთ ქვემოთ. აი ზემოთ ქვემოთ, მაგრამ იცით ვერ მექნება ოპტიმისტური თუ არ ვიფიქრებ, რომ ჩვენი გამარჯვება უნდა იყოს ყველას გამარჯვება. ეს არ შეიძლება, რომ ერთი ნაწილი იყოს ბედნიერი, ჩვენ გავიმარჯვეთ და მეორე ნაწილი იყოს, რომ დავმარცხდით. აი ჩვენ დღესაც საუბარი გქონდა ძალიან სიმპათიურ ჩემ კოლეგებთან, ახალგაზრდა ხალხთან და რა კარგად თქვენ იცით, რომ შეიძლება მთავრობა შეიცვალოსო, მაგრამ ერი არ შეიცვალოსო და ეს არ არის გამარჯვება. შიგნით უნდა მოხდეს ცვლილება. როგორ შეიძლება მე ვიყო ბედნიერი, ჩემი მეზობელი თუ იქნება გამწარებული და დათრგუნული და არა, მეზობელი არ უნდა იყოს გამწარებული და დათრგუნული, პირიქით მართლაც თქვენ თქმის არ იყოს, ეს უნდა იყოს ყველას გამარჯვება, ყველა იმ მოქალაქისა, ვინც სხვადასხვა გვარად ხედავს შესაძლოა და სხვადასხვა გვარად ემსახურება, ემსახურება ცეცხ გაცვეთილი ზნარი არის ამ ქვეყნისთვის. მაგრამ ალბათ აი ცალ-ცალკე ვერ მოგვარდება. არა, არ მოგვარდება. აი ძალიან ხშირად მეკითხებიან იქრისთვისგან და რო ვეუბნები, მე ვამბობ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის ამისთვის დგახართ, ეს იგი პროპაგანდა როგორ. აბა ვეუბნები, როგორ ფიქრობთ რისთვისგან? ეს იგი მე მინდა კიდე აი ეხლა თუ ვინმე ამას შეხედავს, თვალს მოკრავს, მე მინდა ვინც საღათ აზროვნებს და ვინც სალანძღავად არ არის შემოსული, მათ რაღაც შეუცვლით. ო, რაღაც დროს ლანძღვა ხალხი. ჩვენ იქ ლანძღვის დრო ყოველთვის არის გასწორდეს უყვართ. იცით რა, მე ჩვენ იქ იმიტომ ვდგავართ და მე თქვენ ჩვენ იმისთვის ვდგავართ, რომ ჩვენ ყველა კარგად ვიყოთ. თქვენც ყავდეთ წარმომადგენელი, ეხლა მე ოპონენტებს მივმართავ პარლამენტში, ჩვენც ყავდეს წარმომადგენელი და პოლიტიკოსებმა იკამათონ, იდავონ, იმუშაონ, ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვეჩხუბოთ. ჩვენ იმდენი რამე გვაქვს შესაძლებელი, იმდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთად. ეს ქვეყანა თქვენია, ჩვენია, ყველასია, ჩვენი შვილების არის. არიან ძალიან კონსერვატული შეხედულების ადამიანები და იმათაც ასე ხედავენ და როგორ შეიძლება გინდა თუ არა ვირსპიტნა ეჯავრებოდესო და ცხვირში როგორ შეიძლება? მომცემთ უფლებას რომ არა, აბსოლუტურად გეთანხმებით. და მე უკვე თქვენ მიპასუხეთ და მე მგონი დამეთანხმებით. დიახ, ეს ყველას ქვეყანაა, მე გეთანხმებით. მაგრამ არ არის ეს ქვეყანა სახელდების გარეშე, გვარსახელების დასახელების გარეშე, პირებისა, რომლებიც ამ ქვეყანისთვის არ არიან. ანუ ვინც ამაზე არ საუბრობ. ამაზე არ საუბრობ და გეზზე სად უნდა იყოს საქართველო, ამაზეც არ საუბრობ. უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ საქართველოს ბედი არის დასავლეთში. ხო? ამაზე უმრავლესობა არის შეთანხმებული. ჩვენ ვინც გვეთანხმება და არ გვეთანხმება, ვინც არ გვეთანხმება, ისიც უმრავლესობა არის კი პატარა ნაწილი, რომელსაც მიეჩნია, რომ რუსეთთან უფრო კარგად ვიქნებით, მაგრამ დემოკრატია ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ გვინდა რომ დემოკრატიული ქვეყანა ვყავდეთ და ისინი არიან უმცირესობაში. უმრავლესობას არ უნდა რუსეთთან ყოფნა, ხო? ეხლა აი ეს ამიტომ აი ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ვისაც უნდა რა თქმა უნდა დასავლეთში ყოფნა, აი ვამბობ, ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა და აი ვისაც თქვენ გულისხმობთ კანონის უზენაესობა როცა იქნება, კანონი დასჯის როგორც მას ეკუთვნის, იმიტომ რომ მე მინდა და ეს შეიძლება მე დამსაჯოს რაღაც შემთხვევაში კანონი, მაგრამ კანონი არის უზენაესი. კანონი იქნება უზენაესი და იქ არანაირი ანგარიშწორება, ლინჩი, მე ასე მინდა, შენ ისე იგი, არა. კანონი იტყვის, ჩვენ ეხლაც ასეა. ჩვენ ვემორჩილებით კანონს, ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის ფარგლებში. ვერანაირი სხვა სცენარი აქ ვერ მოხდება, ამიტომ არ მინდა წარმოვიდგინო. არც მზიას და არც მერე რამე, ჩვენ ეს არის, ჩვენ მასში არ ყოფილვართ, არც ქართველები, არც ღირსეული, არაფერი ფურთხია მართლა ჩვენი და ნულია ჩვენი ფასი, თუ ჩვენ კოლავ დაპირისპირებისკენ მივიყვანთ ამ ქვეყანას. ფურთხის ღირსი ვართ მასში. ეს არის ის, რაც აი ქართველმა, რომელმაც სამოქალაქო ომი უკვე გადაიტანა, აი ყველაფერი ამის გარდა. ყველაფერი ამის გარდა. ეს უნდა იყოს როგორც აი რაღაცა წმინდა, აი მამაო ჩვენოსავით, რომ
ამის ეს უნდა რუსეთს. ამაზე ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, რასაც აკეთებენ. ამისთვის არის პროპაგანდა, რომ ქართველს ავნოს და დაესიოს და დაერიოს. მივართვათ ლანგარით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თავი, ჩვენი ღირსება და მე ყოდებოდნენ სიცილით, რომ ეს ქართველები რა ფარჩაკები არიანო? ნინო ძალიან დიდი მადლობა 50 წუთიანი ინტერვიუ გამოგივიდა და მე მე გულახდილად გეტყვით რომ ძალიან გმაყოფილი ვარ ალბათ როცა დაიდება ეს ვიდეო მასალა კრიტიკოსები არ მოგვაკლდება მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ თქვენს და მეც ჩვენს ემოციას პირველ ყოვლისა თქვენ ბევრისთვის ხართ მაგალითი მაყურებელთა დიდი ნაწილი გაიგებს, მიხვდება, შეიძლება არ დაგითანხმოთ, მაგრამ ადამიანობას დაინახავს თქვენს და ჩემს გავბედავ და ვიტყვი სიტყვებსა თუ ემოციაში. ნინო გასაძე იყო ჩემი სტუმარი, მე ურბეს მადლობას გიხდით, წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ. მადლობა. ყველას გამარჯვებას, დიდი მადლობა. მომეცით საშუალება რომ მესაუბრა. ნახვამდის. დიდი მადლობა. თქვენ მადლობა.